წარმოიდგინე ღილაკს თით საჭერ და ვიღაცას ელექტროშოკით აყენებ ტკივილს. ისევ აჭერ და ისევ ყვირის. ძაბვა იზრდება. მაგრამ იქვე თეთრ ხალათში გამოწყობილი ადამიანები მშვიდად გეუბნებიან, ექსპერიმენტი მოითხოვს გააგრძელ. შენ რას იზამთრ? ეს სტენლი მილგრამის ექსპერიმენტია, რომელმაც 1961 წელს სამყაროს მორჩილების ბნელი მხარე დაანახა. მონაწილეს ანუ მასწავლებელს სჯეროდა, რომ მეხსიერების ტესტში იღებდა მონაწილეობას. მისი ამოცანა იყო ყოველი შეცდომისთვის მოსწავლე ელექტროშოკით დაესაჯა და ექსპერიმენტი იწყებოდა უმნიშვნელო შოკით. თავიდან ყველაფერი თამაშგავდა, მაგრამ ძაბვის ზრდასთან ერთად მოსწავლის წუწუნი ჯერ ყვივილში, შემდეგ კი მუდარაში გადადიოდა. გამიშვით, გული მაწუხებს. მოკლედ, ითხოვდა გათავისუფლებას. როცა მონაწილე ყოყმანობდა და ღილაკს თითს არ აჭერდა, ავტორიტეტული ექსპერიმენტატორი ცივი ხმით პასუხობდა, აუცილებელია რომ გააგრძელოთ. საქმე ისაა, რომ მონაწილეები ასეც იქცეოდნენ. მაგრამ მათ არაფერი იცოდნენ მთავარის შესახებ. შოკი ყალბი იყო. ანუ ძაბვა რეალობაში ტკივილს არ იწვევდა. და ტკივილი დადგმული იყო მოსწავლე ძალიან კარგი მსახიობი. იცით რა ქნა მონაწილეებმა მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს რეალური ეგონათ? შედეგებმა მსოფლიო შეძრა. მონაწილეთა დაახლოებით 65%-მა 3-დან 2 ადამიანმა ბრძანება ბოლომდე შეასრულა სასიკვდილო 450 ვოლტიან ღილაკსაც კი დააჭირა თითი. ისინი თითის დაჭერას ღილაკზე აგრძელებდნენ მაშინაც კი, როცა მსხვერპლი კედელზე მუშტებს აბრახულებდა, გულის შეტევებზე საუბრობდა და ასე შემდეგ. მხოლოდ მცირე ნაწილმა მონაწილეთა დაახლოებით 35%-მა თქვა ვარი დავალების შესრულებაზე. მილგრამის ექსპერიმენტმა მსოფლიოს ერთი საშინლად უბრალო ჭეშმარიტება აჩვენა. ბოროტების ჩასადენად ადამიანებს ბოროტი ბუნება არ სჭირდებათ. საკმარისია მხოლოდ ბრძანება, ავტორიტეტი და მორჩილება. ეს ექსპერიმენტი გვახსენებს, რომ მორჩილება შეიძლება გადაიქცეს იარაღად, თუ მას არ აკონტროლებს გონება და სინთეზი. თუ გაინტერესებს სხვა საინტერესო ექსპერიმენტების შესახებ ინფორმაცია, გამოიწერე არხი და კომენტარებში დაგვიწერე. შენ თუ მიიღებდი მონაწილეობას ასეთ ექსპერიმენტში.